გამარჯობა. საგვარეულო კარმა. მოდით დღეს ვისაუბროთ ცოტა საგვარეულო კარმაზე. საგვარეულო კარმა ეს იდეა არის, რომ ოჯახის ან საგვარეულო ესეთი გენეალოგიური ხაზის დონეზე ესეთი გადმოცემა და გადმოეცემა გარკვეული ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული ან სულიერი შაბლონები. ამას აკეთებს საგვარეულო. გამოწვევები და გაკვეთილები ამასთან ერთად. ეს შაბლონები შეიძლება მოიცავდეს ურთიერთობის დინამიკას. მაგალითად, თუ კი ესეთი გადმოცემულია ძალადობა, განქორწინებები, დაშორებები, დამოკიდებულებები, ვერდაშორებები, ანუ და ეს ლოთობა და ესეთი თემა შედის ამაში. ფინანსური პრობლემები, ან სირთულეები, ცხოვრებისეული, ჯანმრთელობის გარკვეული ტიპიური პრობლემები, თუ კი შთამომავლობით არის გადმოცემული, მსხვერპლმხედველობის და შინაგანი შეზღუდვების არსებობა, პასუხისმგებლობის აღება წინაპრების აუხსნელ ოცნებაზე, ან რაღაც გადაუწყვეტ საკითხებზე. თუ კი ეს ჩამონათვალი, რომლებიც ესეთი თაობებში გადადის. ეს კონცეფცია გვხვდება როგორც ფსიქოლოგიაში, ასევე ეზოთერიკულ სწავლებაში, სადაც სჯერათ, რომ ადამიანი იღებს გარკვეულ კარმულ დავალებებს საგვარეულოსგან და მისი ამოცანა გააცნობიეროს ეს, განიკურნოს და განთავისუფლდეს, რაც მთავარია. ძირითადი მექანიზმები, როგორ მუშაობს ეს, რითაც საგვარეულო კარმა მოქმედებს, შეიძლება იყოს ქვეცნობიერი მემკვიდრეობა. როგორ აღიქვავ სამყაროს, რას ველით ცხოვრებაში. აუხსნელი ემოციები და ტრამვები, რომლებიც ენერგეტიკულად ესე დასაწყობებულია. პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით დასაწყობებულია საგვარეულოში. გადაუმუშავებელი ტრამვები და აუხსნელი ემოციები. იმ ტიპის არჩევანი, რომელსაც ადამიანები უტარებენ ოჯახის გავლენით, ატარებენ თავის ცხოვრებაში ოჯახის გავლენით. საგვარეულო კარმის გაწმენდის მეთოდები არის ერთ-ერთი ესეთი მეთოდი არის საგვარეულო ხეზე მუშაობა. ანუ გენოგრამა, საგვარეულო ხის ანალიზი. მერე შეიძლება რიტუალურ საინტეგრაციო პრაქტიკები, რომელიც კეთდება ფსიქოლოგიაშიც და ეზოთერიკაშიც, სეპარაცია რასაც ქვია. შემდეგ მოდის თერაპია და კოგნიტური მუშაობა შაბლონებთან, აკრძალებებთან და ტრამვებთან მიმართებაში და რაც მთავარია, შინაგანი ტრანსფორმაცია. ცნობიერების საკუთარი თქვენი ცნობიერების ამაღლება. როგორია საგვარეულო კარმის ღრმა ანალიზი? ის შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ფენად. ეს არის ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული და სულიერი, რას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ფენა. მე მოკლედ ვისაუბრებ ამაზე. ფსიქოლოგიის მიხედვით, განსაკუთრებით ტრანსგენერაციული სისტემურ თერაპიაში, ოჯახში, გვარში, საგვარეულოში გადმოიცემა არაცნობიერი შაბლონები, რომელიც მოიცავს რომელიც ესეთი ერთი ფრაზით არის ლოიალობა საგვარეულოსადმი. საგვარეულო ზოგადად ქართველებს გვახასიათებს ლოიალობა საგვარეულოსადმი. ხშირად ეს ხდება ისე, რომ ადამიანი თუნდაც გაუცნობიერებლად, მაგრამ იმეორებს წინაპრების ბედს. თუ ვინმე საგვარეულოში ქონდა ტრამვული დაშორება, შესაძლოა შთამომავლმა ქვეცნობიერებად აირჩიოს რთული ურთიერთობები.
იმიტომ რომ სადღაც არის გაუნეიტრალებელი, რომ ტკივნეული დაშორება. თუ წინაპარმა ვერ მოახერხა საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია, რომელიც ძალიან ხშირია ჩემს პრაქტიკაში, შთამომავალმა შეიძლება იგრძნოს აუხდენელი დანაშაულის გრძნობა საკუთარი წარმატების მიმართ, რომ ეს რაც არ უნდა შეეცადოს, მაინც აუხდენელი ოცნებაა, ასეთი ფორმულირებით. ოჯახური საიდუმლოებები, მაგალითად ემიგრაცია, ომი, ძალადობა, მკვლელობა, თვითმკვლელობა, ესეთ საიდუმლოებებზია საუბარი, რომელიც ხშირად იწვევს ჩუმი ტრამვის ეფექტს. თემები, რომლებსაც არ ეხებიან გვარში, ოჯახში, საგვარეულოში, მაგრამ ემოციურად გადაეცემა თაობებს. არის ყველა გვარს აქვს ესეთი რაღაც ჩუმი ემოციური, შეიძლება ჩემმა თაობამაც არ იცოდეს და თქვენმა თაობამაც კი, მაგრამ რაღაც ემოციური კვანძი არსებობდეს. ეს იყო ფსიქოლოგიური დინამიკები. ხდება კიდე როგორცაა შედაცვლებითი ერთგულება. იწვევს იმას, რომ შთამომავალი აგრძელებს წინაპრების შეჩერებულ ისტორიას. თუ კი ისტორიულად აქვს გადმოცემული რაღაც ისტორია, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მე ის ისტორია უნდა დავამთავრო. ამაზე აქვს საუბარი. თავარი ამოცანა ფსიქოლოგიური კუთხით გამოვავლინოთ ეს შაბლონები, ტრამვები, აკრძალვები და შეიძლება ტრადიციის სახითაც გადმოცემული რაღაცები, დავინახოთ ისინი, დავინახოთ თუ ჩვენ როგორ ვიმეორებთ, ან ვეზიდებით საგვარეულო ტკივილს, ამ შაბლონებს, ამ აკრძალვებს და გავთავისუფლდეთ ცნობიერთან მუშაობის გზით. ეს არის ფსიქოლოგიური კუთხე. შემდეგი მოდის ენერგეტიკული ფენა. ეზოთერიულ სწავლებაში მიიჩნევა, რომ საგვარეულოს ენერგეტიკული ველი შეიცავს ინფორმაციას ჩვენი წინაპრების გამოცდილებაზე, წინაპრების გადაუწყვეტი ემოციები, დანაკარგები, ტკივილი, სწორედ ჩაწერილია ჩვენი ენერგეტიკულ სტრუქტურაში. ხშირად მძიმე საგვარეულო კარმა ვლინდება ასეთი ნიშნებით, როგორიცაა განმეორებადი ავადმყოფობები, ფინანსური ბლოკები, განმეორებადი ტრაგედიებიც კი. ენერგეტიკული გადაცემის ერთ-ერთი მექანიზმია დაბალ ვიბრაციებში ჩარჩენა. შიში, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, ბრაზი, რომელიც ესეთ გადადის თაობები და ამას ქვია ჩარჩენა დაბალ ვიბრაციებში. ენერგეტიკული წმენდის გზები მოიცავს საგვარეულო ენერგიის გათავისუფლებას, წინაპრებთან ენერგეტიკული კავშირის შეხორცებას, ძველი ხელშეკრულებების ან ესეთი უგრძნობი კვანძების გაწყვეტას, მედიტაციებით ან რიტუალებით, რასაც სეპარაციას ვეძახი მე კიდე და ძალიან კარგი რიტუალები, ესეთი ფსიქოლოგიური რიტუალური მაქვს მე, რომელსაც ვაკეთებ. შემდეგ მოდის სულიერი ფენა, როგორც გითხარით. სულიერის სწავლებებით ადამიანი იბადება გარკვეულ საგვარეულოში, იმიტომ რომ ეს საგვარეულო მის სულიერ გაკვეთილებს ემსახურება. შეიძლება დავიბადოთ საგვარეულოში, სადაც საჭიროა ტკივილის ტრანსფორმაცია მოვახდინოთ სიყვარულით. ანუ თუ კი ზემოთ ნახსენები ენერგეტიკულად გვარში ჩადებულია მუდმივი ტკივილში ყოფნა და შენ ხვდები აცნობიერებ, რომ ეს ესია, გამოიკვლევ საგვარეულოში. ესე იგი შენი ვალდებულება არის, რომელსაც გაქვს უკვე წვდომა ფსიქოლოგიურად იმასთან ხედავ, რომ ეს არის მუდმივი ტკივილი, უკვე შენ ეს ტკივილი უნდა ჩაანაცვლო ტრანსფორმაცია, მოახდინოს სიყვარულით. ესე იგი შენ ხარ ის ადამიანი გვარში, რომელმაც ეს უნდა გამოასწოროს. შესაძლოა გქონდეს მისია, ის რომ დავეხმაროთ საგვარეულოს გარდატეხაში. ასეთ ადამიანების მისიები ძირითადად ნუმეროლოგიაში ითვლება და ადამიანი, რომელსაც ესეთი ციფრი
ამოვა ნუმეროლოგიაში არსებობს ესეთი ციფრები 21, 22, 33 იშვიათად, მაგრამ ამოდის მაინც, არის ადამიანები, რომლებიც არიან ესეთი კარმული ადამიანები, არსებობს კარმული ციფრები. და 1-1-1-11, რომელიც ხშირად ამოდის. ანუ ეს არის და 22. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც საგვარეულოში არიან დაბადებულები, იმიტომ რომ უნდა შეცვალონ, უნდა გამოასწორონ თავისი საგვარეულო. და სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი სულის შეთანხმება. ამ ციფრებთან დაკავშირებით რაც ვთქვი, სანამ დავიბადებით, სული თანხმდება, სწორედ ეს ადამიანის სულები თანხმდება, რომ მიიღოს ის ტვირთი და დაამთავროს ის. ანუ გადაამუშაოს თავისი საგვარეულოს. რომელსაც სული დაბადებამდე ათანხმებს საკუთარ თავთან, იღებს ამ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასევე მე ვაკეთებ ნუმეროლოგიაში ვთვლი. და სულიერი თვალსაზრისით საგვარეულო კარმის დამთავრება ნიშნავს სიყვარულისა და ცნობიერების მოტანას საგვარეულოს ხაზში, საკუთარი სულიერი გზის თავისუფლად გავლას შიშის და დანაშაულის გარეშე. როგორ უნდა დავიწყოთ მუშაობა? პირველი ეტაპი შეიძლება იყოს, როგორც ვთქვი, საგვარეულო ხის გენოგრამის შედგენა იმ დაახლოებით 7 თაობად საკმარისია მაგისთვის, იმ მიკერძოებულ შაბლონების ძებნა, რაც მეორდება თაობებს შორის. 4 თაობაშიც უკვე გამოჩნდება, 7 შეიძლება ვერა, მაგრამ 4 თაობაში უკვე გამოჩნდება. სასურველია 7. წინაპრების პატივისცემა, უბრალო მადლიერების რიტუალებით, ჩვეულებრივი მადლიერების რიტუალებით. გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ იყავით ჩემ ცხოვრებაში. ტვინში ან ნარატივების დამუშავება, რომლებიც გადმოგვეცა ჩვენს ოჯახში, მაგალითად რომ წარმატება საშიშია, ჩვენი ბედი მარტოობაა და ესეთი ნორმატივები და ესეთი აკრძალვები. შემდეგ მოდის ენერგეტიკული წმენდა და დაცვა. როგორც არის მედიტაციები ან სპეციალური პრაქტიკები. საგვარეულო კარმა ნიშნავს წინაპრებიდან გადმოცემულ გარკვეულ გამოცდილებებს, ენერგიებისა და ცხოვრებისეულ სცენარებს, რომლებიც გვხვდება ჩვენს ცხოვრებაში როგორც ტენდენციები, გაკვეთილები და გამოწვევები. საგვარეულო კარმა შეიძლება მოიცავდეს ოჯახური ტრავმების გადმოცემას. მაგალითად, როგორც არის ღალატი, დანაკარგები, სიღარიბე, ოჯახური შეხედულებების რწმენებისა და ემოციური სტილის მემკვიდრეობით მიღებას, დაუმთავრებელი საქმეების ან სათანადო არადასრულებულ გაკვეთილების გადმოცემას შთამომავლებისთვის, კონკრეტულ სცენაზე მიბმას, მაგალითად მუდმივი მსხვერპლობის როლში ყოფნავს, ავტორიტარიზმს ან სხვა დამოკიდებული მსგავსი სცენარები, დესპოტიზმი, მსხვერპლის როლი, მხსნელის როლი და ასე შემდეგ. საგვარეულო კარმა გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ოჯახი, მშობლები, ბებია, ბაბუები და კიდევ უფრო შორს თაობებმა გადმოგვცემენ არამხოლოდ გენეტიკურ მახასიათებლებს, ფიზიკურ გენეტიკურ მახასიათებლებს, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც, ემოციებს, ღრმად ჩამჯარ წმენებს, ქცევის სტილს, ქცევისას და ზოგჯერ გადაუმუშავებელ ტკივილსაც. ეს ხდება ქვეცნობიერულ დონეზე. მაგალითად, თუ ერთ ან რამდენიმე თაობაში ოჯახში ხშირი იყოს სიღარიბე და წარუმატებლობის განცდა, შთამომავლები ხშირად იკავებენ წარმატების მიტევას პოზიციას, თითქოს ეს სირცხვილია, რომ გამდიდრდე. თუ ოჯახში იყო ტრაგედიები, შეიძლება შთამომავალმა თავი იგრძნოს მუდმივ შფოთვაში, ხშირად მესმის ხოლმე პრაქტიკაში, რომ შფოთავ და არ ვიცი რატო, საშფოთი არაფერი არ მაქვს. ანუ ეს მანდ შეიძლება იყოს კავშირში. როცა შფოთავ და არ იცი რატომ. ეს შეიძლება იყოს წინაპრებიდან გადმოსული რაღაც ტრაგედიებიდან გამომდინარე. პირობითად ომი, ძალადობა და ასე შემდეგ, ნებისმიერი რაღაცა. თუ ადრე ქალებს ოჯახში თავისუფლება არ ჰქონდათ.
ეხლანდელ თაობას შეიძლება ქვეცნობიერად უჭირდეს საკუთარი თავის გამოხატვა და დამოუკიდებლობა, ამ შემთხვევაში ქალებზია საუბარი. საგვარეულო კარმის ამოცნობა ნიშნავს იმის დანახვას, რა სცენარები მეორდება ჩემს ოჯახში, თქვენს ოჯახში, რა ტკივილები ან პრობლემებია, რომლებსაც თითქოს ვერ ვშორდები, რომელ რწმენებს ვატარებ, რა რწმენით ვცხოვრობ, რაც სინამდვილეში არ არის ჩემი სულის, ჩემი პირადი, არამედ გადმოცემულია. ეს შეგიძლიათ დაინახოთ მაგ საგვარეულო გენეალოგიურ ხეზე. საგვარეულო კარმაზე მუშაობის შედეგი არის ის, რომ ადამიანი თავისუფლდება სირცხვილის, ბრალის, შიშის ან სიღარების არაცნობიერი ჯაჭვებისგან და ირჩევს საკუთარ ცხოვრებას. გაცილებით თავისუფლად აკეთებს ამას ყველაფერს. აგიხსნით ახლა მე თქვენ ერთ მაგალითზე. წარმოიდგინე ოჯახი, სადაც რამდენიმე თაობის განმავლობაში ქალები მუდმივად იტანდნენ ძალადობას ან ოჯახისთვის თვითგანწირვაში იყვნენ. ქმრის, შვილების, ნათესავების გამო თავს არ აძლევდნენ საკუთარ თავს რაიმე სურვილის შესრულების უფლებას. ამ ოჯახში შვილიც იზრდება სწორედ ესეთ გარემოში, სადაც ის ქვეცნობიერად ითვისებს ქალს არ უნდა ჰქონდეს პირადი ბედნიერება, ან საკუთარი სურვილების მიხედვით ცხოვრება არის ეგოიზმი და ცუდი. ახლა ეს უკვე შვილი ზრდასრულია. გარედან თითქოს ყველაფერი კარგად აქვს შესაძლებლობები, განათლება, ნიჭიც, მაგრამ მაინც მუდმივად არჩევს ისეთ ურთიერთობებს, სადაც იჩაგრება, ან ეშინია საკუთარი თავი რომ გამოხატოს, ან როდესაც ცდილობს ბედნიერება აერჩიოს. მაგალითად, წავიდეს შეცვალოს სამსახური თუ წავიდეს სადმე საცხოვრებლად და აირჩიოს საკუთარი ბედნიერება, არ აკეთებს ამას, გრძნობს შინაგან სფოთვას, დანაშაულის განცდასაც მთავარია. და რატომ ხდება ეს? ეს ხდება იმიტომ, რომ რადგან შინაგანად მუშაობს გადმოცემული საგვარეულო პრობლემა, ის აკრძალვა, ის გეშტალტი. თუ ჩემი წინაპრები იტანჯებოდნენ და განწირვით ცხოვრობდნენ, მეც ასე უნდა ვიცხოვრო. ამას ქვია ეს. ეს არის საგვარეულო კარმის პირდაპირი გამოვლინება. როგორ ხდება განკურნება, მკითხავთ ხა რა თქმა უნდა. გაცნობიერება პირველი არის გაცნობიერება. პირველი ნაბიჯი არის ამის დანახვა, რომ ეს შინაგანი სცენარი, ტანჯვა, თვითგანწირვა არ არის პირადად მისი არჩევანი, არამედ მემკვიდრეობით მიღებული მოდელი. თუ კი იცნობთ საკუთარ თავს, თქვენც გეხებათ ეს არ არის თქვენი არჩევანი. ეს არის ესეთი მემკვიდრეობით გადმოცემული ესეთი მოდელი. ემოციურად განთავისუფლება არის მეორე ნაბიჯი. პიროვნებამ უნდა აღიაროს წინაპრების ტკივილი. პატივისცემით და შეიგრძნოს. ანუ შორიდან არ არის აუცილებელი ის განიცადოს კიდევ. შეიგრძნოს ის, რომ შეუძლია მათ სიყვარულს და შეუძლია რომ სიყვარული გაუზიაროს, ჩაანაცვლოს სიყვარულის. მაგრამ როგორც თქვი, ეს ტკივილი არ უნდა გამოიტირო, არ უნდა იგლოვო, არ უნდა წახვიდე თვითგვემაში და ისევ დაბალ ვიბრაციებში. ანუ უნდა დავინახე, დაგინახე, ვაღიარე, ვგრძნობ, მაგრამ მე ვირჩევ სიყვარულს. ეს არის მეორე ნაბიჯი. შემდეგი მესამე არის ამას ყველაფერს სჭირდება შინაგანი ნებართვა. რომ თქვენ ნებისმიერმა თქვენგანმა ნებართვა უნდა მისცეთ საკუთარ თავს. მე მაქვს უფლება ვიცხოვრო თავისუფლად და ბედნიერად, მიუხედავად იმისა, რაც ჩემ საგვარეულოში ხდებოდა. ეს არის ნებართვა. და მეოთხე პრაქტიკული მუშაობა. მაგალითად შეიძლება გაკეთეს სიმბოლური რიტუალები, პირობითად წერილის დაწერა, გადაწერა ისტორიის და ასე შემდეგ. ფსიქოთერაპიული ტექნიკები მუშაობს ძალიან კარგად და მე ძალიან ბევრი მაქვს და მუშაობს ძალიან კარგად. რომელიც ასევე ენერგეტიკულად წმინდავს. შედეგი ადამიანი იწყებს უფრო თავისუფლად და დამაჯერებლად ცხოვრებას, აღარ ატარებს უსაშველო დანაშაულის განცდას შინაგანს, ბედნიერებისთვის და ქმნის ახალ
ჯანსაღ ცხოვრებას. საგვარეულო არის ის ძალა, მით უმეტეს გარდაცვლილი წინაპრები, რომლებიც არ გვართმევენ, პირიქით ცდილობენ, რომ დაგვეხმარონ ენერგეტიკულად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. და რას აკეთებ შენ? როგორ იღებ? ან იღებ კი ბათახმარებას? ცდილობ, რომ იცხოვრო ისე, როგორც შენ სურს უნდა? დახმარებით წინაპრების თუ იტანჯები ისე, როგორც შენი ბებია და ბაბუა იტანჯებოდა. აქ არჩევანი შენზეა. გინდა გაიგო რა არის შენი საგვარეულო წამოღებული საგვარეულო კარმა. მაშინ მოდი კონსულტაციაზე. ნუმეროლოგიაში მაგის გაგება შეიძლება. მადლობა.